3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილმრავალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს არის ჩვენი დევიზი და ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ თითოეული გვარი, თითოეული პიროვნება გვარიდან გამომდინარე აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. და ჩვენს ნამდვილად ასე გვწამს და ასეა. ჩვენ ვართ საქართველოს სამეფო კლუბის და არა სამეფო არხის, მე ხაზი მინდა გავუსვა სამეფო კლუბის არხი ვართ. ჩვენი გადაცემა მიდის YouTube არხზე, საქართველოს სამეფო კლუბი ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. კვირაში ერთხელ გადის ჩვენი გადაცემა, დღეს სამწუხაროდ ისევ მარტო მიწევს ამ გადაცემის წაყვანა, იმიტომ რომ ბატონი ვალერი ჩემდა სამწუხაროდ ისევ შეუძლოთ შეიქმნა აქვს ინსულტი საკმაოდ არასასიამოვნო ფორმებში, ესე იგი არასასურველ ფორმებში და ვეთქვაქნას გამოჯამთელდეს და დაგვიბრუნდეს ისევ ისეთი როგორც გვახსოვს და გვინდა რომ იყოს. დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო ისევ და ისევ მიწევს რა, ძალიან ხშირად მიწევს ამის გამეორება. ბიჭო, არავის არ იმას შვები, არასოდეს არავინ არ გამილანძღია კაცო. არავინ არასოდეს არ შეურაცხყოფა არ მიყენებია. თითოეული თქვენგანი არა საერთოდ არავის არ მიყენებია შეურაცხყოფა. ვიღაცა დეგენერატი კრეტინი რა, ამ სიტყვის დიდი მნიშვნელობით რა, ვიღაც კრეტინი დეგენერატი მე კიდევ გეუბნები თუ რაღაცა პასუხის გაცემა გინდათ 599291008 სადაც გინდათ იქ შეხვდებით, მარტო მოვალ, არ მინდა არავინ და დაგელაპარაკებით ნებისმიერ თქვენგანს კაცო. ვიღაცა რაღაცა სისულელებს, ბიჭო, კარგ რაღაცას მგონია ვაკეთებ კაცო. ჩემი დღედამოსება 17 და მუშაობ. რაღაცას ვქნი ამ ქვეყანაზე კაცო. იმის გარდა, რასაც ახლა მე აქ თქვენ წარმოგიდგენთ, გვარებს წარმოგიდგენთ და საგვარეულო ორი წიგნის ავტორი ვარ და 1600 სტატიის ავტორი ვარ კაცო. ამის გარდა მე ჩემი პროფესია მაქვს, ჩემი სპეციალობა მაქვს, სადაც 8 გამოგონების ავტორია, კვების მრეწველობაში მაქვს 8 გამოგონების ავტორი. სოფლის მეურნეობაში სელექციაში 2 ჯიშის თანაავტორი ვარ და რამოდენიმე სტატიის ავტორი ვარ კაცო. რაღაცას ვქნი, 3 ქარხანა მაქვს გაკეთებული ბოლო და ქართლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ, ეხლაც ამწუდა სადაც ვარ მე, აგროკონსორციუმი წეროვანი, რომელიც უშვებს კარაქს, ყველს და ძალიან ბევრ პროდუქციას უშვებს, იმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანუ ჩემი დღედამოსება მუშაობ კაცო. ვიღაც კრეტინი დეგენერატი გამოდის და ჩერჩეტიო მიწოდეს, რომელსაც ქვაზე არ დაუდვია, არასოდეს ერთი ქვა არ თავისი ნაკვეთი და ქვა არ გადაუგდია გარეთ და არასოდეს არაფერი არ გავუკეთებია, ამისა დეგენერატი კრეტინი მეუბნება მე, როგორ ჩერჩეტი თურმე რა, რომელიც კარგ საქმეს ვაკეთებ კაცო. შენ მინდა ბიჭო, შენ გიხარ, შენ მინდა რომ შენი გვარი შეგაყვარო. ვაფშე საერთოდ არ იცი შენი გვარი და ვინ ახარ არ იცი საერთოდ. მინდა სულს ვაკეთებ კაცო. თუ არ გინდა ძმაო, ხო გითხარით კიდევ ერთხელ გითხარით და კიდე გემეორებ. არ გინდა ჩემი გადაცემა ნუსმენ და გავუჩი რა, აიღო ვერ გავიგე კაცო. ჯვარი ხო არა გაქვს დაწერილი ჩემზე ან ჩემს გადაცემაზე. არ მოგწევს, ნუ გათიშე და სხვა რაღაცას უყურე კაცო. ტომი და ჯერის უყურე, კიდე გეუბნებით კაცო. სხვა რაღაცას უყურე, რომელიც შეგსიამოვნებს და თუ ნერვებზე გშლის და თუ ის კიდე რომ ნერვებზე მომშალო, ვერ მომშლი ნერვებზე. ვარიანტი არ არის. ხა კლავიატურის ლომები ხართ, კლავიატურის იქით. არაობა ხართ საერთოდ რა. აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეგეთი რაღაცა კაცო. რატო გვიშლით ნერვებს კაცო? რატო გწამლავთ? რაღაცას ვაკეთებ კაცო.
150,000 ადამიანს მოწონ შემი გადაცემა და შენ ვინა ხარ ასეთია თუ არ მოგწონს 150,000 ადამიანს თუ მოწონ შენ სულ არ მაინტერესებს ვინა ხარ საერთოდ რა ვაფშე არ მაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს მაგრამ შეურაცხყოფას ნუმაყენებ შეურაცხყოფას ზიას და ზარას ზიას ნუმაყენებ მე და ჩემს მეგობრებს და ჩემს პარტნიორებს რა მაპატიეთ შეიძლება ესეც რაღაცა მაგრამ უბრალოდ დაუშვებელია რა ასეთი ზიზღი ასეთი ბოღმა რომელიც ადამიანებისგან მოდის კაცო მე ვცდილობ ხო ნებისმიერ ადამიანს მოვეფერო ნებისმიერ ადამიანს ჩავეხუტო მინდა ის რაღაცა მუხტი ის სიყვარული რაც წინაპრის უნდა კონდეს შენი წინაპრის უნდა კონდეს შენი წინაპარი უნდა გიყვარდეს არა აქვს მნიშვნელობა თავად იყავი აზნაური ყავი გლეხი ყავ ყველა თავად და გლეხი აზნაურია საქართველოში იმიტომ ყველა იბრძოდა და ყველა მებრძოლი იყო ყველა მეომარი იყო ყველა რაღაცას ქმნიდა უზარმაზარი ერი ვარ და უზარმაზარი ხალხი ვარ ჩვენ ისეთი ხალხი ვარ რომ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერი პიროვნება ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა ბიჭო ეს მინდა რომ გითხრათ ეს მინდა რომ შეგაყვარო და ეს მინდა რომ ჩაგინერგოთ თავში და ვიღაცა გამოდის ვიღაც დეგენერატი და ჩერჩეტიო გვიწოდეს მე მიწოდებ ჩერჩეტს მე რომელსაც 8 გამოგონება მაქვს იმაში რა ქვია კვების მრეწველობაში სელექციაში ანუ სოფლის მეურნეობაში 2 გამოგონება მაქვს 2 წიგნის ავტორი ვარ ისტორიაში და 1600 სტატიის ავტორი ვარ და მე მიწოდებ ჩერჩეტს ის მართლა ჩერჩეტი ის არის ვიღაცა რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია თავის ცხოვრებაში ლატვაგინების გარდა და მაგარია იმაში რა ქვია კრიტიკაში მაგარია აბა გააკეთე საქმე თუ მაგარი ხარ აი მოდი ჩემთან და გააკეთე ჩემთან ერთად გააკეთე ეგ საქმე მე დაგითმობ ადგილს დაგითმობ ილაპარაკე აბა ჩემ საქმეა ჩემთან ერთად ილაპარაკე მაგრამ ამის ერთი ადგილი არა გაქვს შენ იმიტომ რომ შენ სხვანაირად არ შეგიძლია შენ მარტო ყმენა შეგიძლია შენ მორიელი ხარ იმიტომ რომ ყურსო გადაყავდა მორიელი და რო უყინა და ჩემი ბუნება არისო ესეთიო განა მინდაო რო გიყინო მაგრამ ჩემი ბუნებაა ეს შენ მორიელი ხარ და იმიტომ გინდა მარტო ყმენა გინდა შენ მე სხვა არაფერი გინდა მოფერება არ შეგიძლია შენ სიყვარული არ შეგიძლია შენ შენი ქვეყნის სიყვარული არ შეგიძლია შენი მოყვასის სიყვარული არ შეგიძლია იმიტომ რომ შენ ესეთი ხარ ბუნებით კავშირი ძალიან დიდი ბოდიში რა მაპატიეთ მაგრამ ეს რო არ მეთქვა გული გამისწებოდა იმიტომ რომ არ შეიძლება ეგეთ რაღაც ადამიანს გული ატკინო არ შეიძლება ეს არის დაუშვებელია რა და მაპატიეთ კიდევ მე არ ვარ მე ვიცნობს და ბევრი მიცნობს მე არ ვარ ეგეთი ადამიანი მე პირიქით მე მინდა სულ რაღაც ესეთი სიყვარულით გელაპარაკო და მინდა შეგაყვარო თქვენი გვარი მინდა შეგაყვაროთ კაცო თქვენი ოჯახი მინდა ოჯახის ისტორია მინდა გაგაცნოთ ისეთი რაღაცებია ისტორიაში მე ადრეს გითხარით თქვენ ლაბირინთები ისეთ რაღაცებს წააწყდები ისეთ რაღაცას შეხვდები რომ წარმოდგენა არ ქონდათ რა საერთოდ არ ქონია წარმოდგენა და ამაზე კარგი რა არის ეცი აი სიხარულით გევსება გული როცა გებულობ რომ შენმა გვარმა რაღაცა მნიშვნელოვანი თუ არა უნიშნელო მაგრამ რაღაც როლი შეასრულა ამ ქვეყნის აღშენებლობაში იმ დიდგორში იბრძოდა ხრესილში იბრძოდა რაღაცას ქმნიდა რაღაცას აკეთებდა რაღაცას სვეცხოვლის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას თუ დაუშვათ იმ ქვევრი რომელიც 8000 წლის წინანდელია ამ ქვევრის გაკეთებაში და ჩადგმაში იღებდა მონაწილეობას ეს ხო სიამაყის გზნობით გავსებთ კაცო ეს ხო ესე იგი რაღაცა რა ვიცი მეტი რა გითხრათ კაცო რითი შეგაყვაროთ თქვენი ქვეყანა რითი შეგაყვაროთ და თქვენი შენი გვარი რითი შეგაყვაროთ კაცო მე ვცდილობ იმას რომ თქვენ გიყვარდეთ თქვენი გვარი იმიტომ რომ ამაზე დიდებული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე რა და თქვენ მლანძღავთ რა დაგიშავეთ არ ვიცი ცუც თუ ვაკეთებთ რაღაცას კი ბატონო მაგრამ არ ამგონი 150,000 მოწონება მაგ და 150,000 ნახვა გვაქვს კაცო ჩემს ეს ტიკტოკზე 6 მილიონი გვაქვს და 70,000 მოწონება გვაქვს არ ვიცი ვერ გავიგე რა მაპატიეთ რა ისევ და ისევ არის ეს საკითხებზე რომ მიწევს თქვენთან საუბარი მაგრამ ალბათ რა ვიცი ალბათ გამოიღებ შედეგს ეს და ალბათ ერთი დღე იქნება არ გამლანძღავს არავინ და ისე დაღამდება გათენდება და დაღამდება რომ სალანძღავს სიტყვას არ გავიგებ და პირიქით მე ამას წინათ ძალიან ბევრი საახალწლოდ
თქვი რომ ძალიან ბევრი სამადრობელი წერილები მომდის მეთქი და წაგიკითხეთ რამოდენიმე წერილი წაგიკითხეთ და ეს გულს გვივსებს და იმას გვაძლევს სტიმულს გვაძლევს რომ უფრო კაი გადაცემები გავაკეთოთ შეიძლება ბევრჯერ არ გამოგვდის ისეთი შეიძლება მართლაც ერთმანეთს არ ვაცლიდეთ ლაპარაკს მაგრამ ესეც იმ სიყვარულიდან გამომდინარეა კაცო იმიტომ რომ რაღაცა გვინდა მოვასწროთ რაღაცის თქმა ჩვენც ახლა იმაში ვართ აქვია დროში შეზღუდულები ვართ და დროში გვინდა მოვასწროთ რაღაცები და ესეც გამოსწორებადია და ესეც თავარია ვალერი კარგად იყოს და გვერდში დამიდგეს ისევე და ერთად წავიყვანოთ გადაცემები და აქედან მინდა ვიესალმო ვალერის ხიმშიაშვილს და მინდა გამოჯამთელება ვუსურვო და მალე ჩადგომა ჩემს გვერდით აქ დადგომა და იმ სამამულიშვილო საქმეში მონაწილეობა, რასაც მე პირადად მამულიშვილო საქმეს ვეძახი. რომ თითოეულ თქვენგანს მინდა გვარი მინდა, თითოეულ თქვენგანის გვარი მინდა შეგაყვარო თითოეულ თქვენგანს. მე მგონი თუც არაფერს არ ვაკეთებ და რა ვიცი, ნუ მლანძღავთ რა, ძალიან გთხოვთ, ნუ მლანძღავთ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას, დღეს სულ ორად-ორი გვარი მინდა რომ ესე იგი გაგაცნოთ ესენი არიან ეს გვარები, ესე იგი მაჭავარიანების და מחვილაძეების გვარები. დიახ, სწორედაც რომ ესე იგი დღეს აზნაურულ გვარებზე გვექნება საუბარი და აზნაურ გვარებს, ესე იგი მაჭავარიანების და מחვილაძეების ისტორიული გვარები მინდა წარმოგიდგინოთ. პირველი გვარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის ესე იგი მაჭავარიანის საოცარი გვარია. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. იოანე ბატონიშვილი ნავშრომები საერთოდ ძალიან უცნაურად გამოიყურება რა გარეშე პირისთვის, იმიტომ რომ რო ჩახედოთ იოანა ბატონიშვილის ამის ისტორიას, რომელიც გვარებს შეეხება, საქართველოს თავადაზნაურთა გვარებს, მე პირველად, რა ვიცი, რამოდენიმე ათეული წლისი რო ვნახე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ აღმოაჩინე და თურმე არც ერთი გვარი ქართული წარმოშობის არ არის ჩვენ და სამწუხაროდ. მაგრამ ეს ალბათ იქიდან არის გამომდინარე, რომ ფეოდალური ხანის, ესე იგი, იმ პერიოდში, როცა ესე იგი ეს იწერებოდა, სადაც მარტო საქართველოს რეალობაში არა, აი რუსეთის რეალობაშიც ასე იყო და ძალიან ბევრი ქვეყნის რეალობაში, როცა იგი თავისი დიდებულება უფრო კაფიოთ რომ გამოეჩინათ, წარმოევლინათ. ხო, ესე იგი ყველა იბრალებდა საღაციდან მოსულს. დაუშვათ რუსები ამბობდნენ რომ ვარიაგების შთამომავლები ვართ, ჩვენც ავყევით, ეთყობა როგორც ჩანს ამ მოდურ რაღაც იმ დროინდელ ტრენდს ავყევით და ყველა გვარს მივაწერეთ საღაციდან მოსული მივაწერეთ. ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე შეიძლება იოანა ბატონიშვილი წყაროდ გამოვიყენოთ, მაგრამ იოანა ბატონიშვილის ზე დაკნობა, მის სრომებზე დაკნობა არაფრით არ შეიძლება. ეხლა მე სათო გავაკეთე ამ ხელა შესავალი, იმიტომ რომ ეხლა მე აზნაურ მაჭავარიანებზე ციტირება მინდა გავაკეთო მთლიანად, ესე იგი იოანა ბატონიშვილის წიგნიდან. ამას წინაპარნი იყვნენ ყარაბაღის კერძოდ ადგილსა მაჭაკარუმს მოსახლენი კაიუც წერწურსა შინა და მათი წინაპართაგანი გადასახდნენ ახალციხეს და მონიდან იმერეთ შინა შავიდნენ როცა ახალციხის განდგომისასა და მერე რომელიმე მოსულან გიორგი მეფის დროს 1597 წელსა გადმოესახლნენ ქართლსა შინა და ეწოდნენ გვარად ადგილსა გამო მაჭავარიანებად და არიან ასენი ცნობილი როცა გიორგისა მეფისა და ტრაქცესა შინა არიან მოსენებული რომელიც ესახლებენ ქართლს და რომელიმე იმერეთშიო. ამაზე მინდა განმარტება გავაკეთო, ესე იგი ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით, ეს გვარი მაჭავარიანები უფრო სვანეთიდან მიგრირებული გვარი მგონია, იმიტომ რომ მე 16 საუკუნის დასაწყისში არის ეს გვარი მოხსენებული უკვე სვანეთში რამოდენიმე, ესე იგი, სვანურ გვართან ერთად. და შემდეგ ესე იგი ცნობილი აჯანყების შემდეგ, რაც ესე იგი ერთადერთი აჯანყება საქართველოში, რომელიც მოხდა
ამის ნიადაგზე რა ქვია სოციალურ ნიადაგზე არის სვანეთის აჯანყება იმ აჯანყების შედეგად ესე იგი სვანეთიდან აიყარნენ თავადაზნაურობა და გადანაწილდნენ მთელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და ამ მაჭავარიანებსაც მოუწიათ გადმოსვლა და ესე იგი დასახლდნენ ძირითადად იმერეთში და იმერეთიდან შემდეგ გადმოვიდნენ ესე იგი ქართლში აი ჩემი წიგნიდან ჩემი მეორე წიგნიდან ციტირება გავაკეთო მთლიანად მაჭავარიანებს და მე შეუდგები უკვე ამ გვარის ესე იგი განხილვას აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში წარჩინებით გამორჩეული გვარი იმერეთსა და ქართლში იყვნენ როგორც ტახტის ასევე სათავადო აზნაურები ხსნის ერისთავის აზნაურები საყაფლანშვილოს აზნაურები საწერეთლოს აზნაურები წულუკიძის აზნაურები საწერეთლოში პროდინი მოურავის სახელოს იყვნენ ლომსიათხევის მეფსამეფო მოურავები მე-18 საუკუნეში მეფე სოლომონის დროს იმერეთის წარჩინებულ თავადაზნაურთა შორის მაჭავარიანებიც არიან დასახელებული ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილეობდა მოსკოვის დრაგუნთა პოლკის მაიორი მაჭავარიანი რომელიც ზედიზედ ორჯერ დაიჭრა მაჭავარიანები ყმამოულს ფლობდნენ ილემში შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ხავერდოვან წიგნში ეს არის ის მოკლე ისა რა ქვია ციტირება ჩემი წიგნიდან რაც ეს გვარი არის საკმაოდ ძლიერი გვარი იყო იყვნენ ესე იგი როგორც ტახტის აზნაურები ასევე სამეფო აზნაურებიც იყვნენ ხო და იმდენად ძლიერი აზნაურები იყვნენ იმერეთში რომ ესე იგი გამოდენიმე სოფელს ფლობდნენ და თავისი ვასალი აზნაურებიც ყავდათ აი წარმოიდგინეთ სულ ერთი ნაბიჯი აკლდათ რომ თავადები გამხდარიყვნენ აი რამოდენიმე ცნობას წავაწყდი მე მაშინ ინტერნეტში სადაც ესე იგი მაჭავარიანები არიან დასახელებული მოხსენებული როგორც თავადები ეს ამის დამადასტურებელ სამწუხაროდ მე ვერ წავაწყდი ჯერჯერობით ვერ წავაწყდი მაგრამ არიან მოხსენებული აი ქუთაისის და კეზევაძეს აქვს მის არაჩვეულებრივ ნაშრომში იმერეთის გვარსახელები სადაც ესე იგი ძალიან მათა გაშლათა ესე იგი თითქმის ყველა გვარი იმერეთში არსებული ყველა გვარი ესე იგი ქვია მოხსენებული და იქ მაჭავარიანებს ქუთაისელ მაჭავარიანებს წერია აგერ პირდაპირ შემიძლია თავადად არიან დასახელებული და ეს მართლა საინტერესოა და არის კიდე ესეთი საიტია ერთ-ერთი საიტი რომელიც ვიკიპედიაში წავაწყდი იქაც ესე იგი თავადებად არიან დასახელებული და ამის ერთ-ერთი ის არის რა ქვია მაგას შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს შეიძლება მართლა ასე იყოს რომელიღაცა ოჯახმა მიიღო თავადობა მაგრამ აი ეს 1353 ფონდში ჯერჯერობით რომელიცაც მე ვფლობ და მე მაქვს წვლილება მაქვს ამ ფონდთან დაკავშირებით იქ ამ ცნობას ვერ წავაწყდი ვერცად რომ ეს თავადებად იყვნენ დასახელებული თუმცა ილემი და წევა როგორც povits ილემი თლიანად თელი ესე იგი ეს სოფელი იყო მაჭავარიანების ხელში იყო და ვასალი აზნაურებიც ყავდათ ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი აზნაური ყავდა რომ ესე იგი ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ ვიდრე დაუშვათ აზნაურები მაგრამ ოღონდ შემდეგ მათ მოუვიდათ აბაშიძეებთან მოუვიდათ კონფლიქტი და ამ კონფლიქტის შედეგად ესე იგი აზნაურებთან ბრძოლაში ესე იგი დამარცხდნენ ისინი რა ქვია მაჭავარიანებიდან რომ უპირატესობა დაუთმეს აბაშიძეებს საინტერესოა იმითი რომ ესე იგი აბაშიძეები ძალიან აბაშიძეები აპატიეთ მაჭავარიანები საკმაოდ ძლიერი გვარი იყო აი მე ახლა მაქვს აგერ იმაში ახლა კითხა ანოტირებულ ლექსიკონში რამოდენიმე მაჭავარიანზე მოვიპოვეთ ცნობა აი დაუშვათ 1496 წელს აი მაჭავარიანი ავთანდილი ეს არის ყველაზე ძველი ცნობა რომელიც მაჭავარიანების შესახებ მოგვეპოვება ყავს შვილები ყავს აგე ძმები და შვილები ვარძიელი ყავს ძმები ივანე შვილები საისიაოშ ალექსანდრე მეფე მას გაუჩინა სისხლის ფასი 450,000 თეთრი 16,000 სანახშირით ეს პირდაპირ წერია ეს თქვენ ალბათ მე რამოდენიმე გადაცემაში ვახსენე კიდეს თუ რას ნიშნავს სისხლი რას ნიშნავს ეს ნიშნავს
სისხლად ფასდებოდა საერთოდ ადამიანი აი დავუშვათ სულ ელემენტარულად რო ვთქვათ რა ეხლა პირდაპირ ისა აი გლეხის სისხლი შეფასებული იყო 12 თუმნად მსახურის სისხლი შეფასებული იყო ორჯერ უფრო მეტად ანუ ესე იგი 24 თუმნად დაბალი აზნაურის ანუ სათავადო აზნაურის სისხლი იყო შეფასებული 58 თუმნად საეკლესიო აზნაურის სისხლი იყო შეფასებული 96 თუმნად სამეფო აზნაურის სისხლი იყო შეფასებული ორჯერ უფრო მეტად ვიდრე დავუშვათ საეკლესიო აზნაური ანუ ორმაგდებოდა სისხლი ხო და აქედან გამომდინარე სისხლიც ესე იგი საესხრო სიგერს რო გაუჩენდა მეფე ესე იგი ამა თუ იმ გვარს ეს იმას ნიშნავდა რომ ესე იგი მას რაღაც წოდებრივად ესე იგი რაღაცას აძლევდა აქედან ჩანს რომ სამეფო აზნაურის ანუ ტახტის აზნაური როგორც ჩვენ ვართ მიჩვეულები ამის განმარტებას სამეფო ტახტის აზნაურებად არიან დასახელებული ჯერ კიდევ 1496 წელს. შემდეგ ესე იგი მეორე საბუთი რომელიც ისევ მე-14 საუკუნეს შეეხება ეს არის მაჭავარიანი გიორგი მოურავი და მოწმე რომელსაც ესე იგი მოურავად არიან დასახელებული მოურავი იყო სულთა სააზნაურო ტიტული იყო და სხვა დაუშვათ სხვა წოდების წარმომადგენელს გლეხი არ შეიძლება ყოფილიყო მოურავი. შემდეგ ესე იგი 1452 წლის საბუთია კიდე აგერ გოგია მაჭავარიანი გოგნია გიორგი მეფე მას განუახლა სოფლების ზოვრეთი წევასა და ილემის წყალობა. მოკლედ ეს არის გვარი რომელიც ესე იგი გამოირჩევა თავისი დიდებულებით და იმ დამსახურებით რაც მას მიუძღვით საერთოდ საქართველოს დიდებისთვის. ამიტომ ახლა მე ძალიან არ მაქვს თუ დაინტერესებს ვინმეს აი მოლარი თუხუცესის და დედოფლის მოლარი თუხუცესის სახელო ეჭირათ 1673-1694 წლებში ეს მოლარი თუხუცესი იყვნენ ესე იგი ქაიხოსრო მაჭავარიანი ესე ძალიან საინტერესო საბუთია და ცნობაა შემდეგ ესე იგი რაც შეეხება ესე იგი მათ სასულიერო მოღვაწეობას ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტს წავასწრი ხო სულ ყველას ვერ ჩამოვთვლი 53 გვდელსახური ყავდა ამ გვარს 53 გვდელსახური თქვენ წარმოიდგინეთ ეს სამხელა მასშტაბური რამეა და აქედან 3 იყო ესე იგი გვდელთავარი მაჭავარიანი დავით მიხეილისძე არ მაპატიეთ მაჭავარიანი ათანასე ეპისკოპოსი იყო მე-18 საუკუნეში მაჭავარიანი გერასიმე იყო თავარი ეპისკოპოსი მე-18 საუკუნეში ესეც და მაჭავარიანი გერვასი წიგნელი მიტროპოლიტი იყო ყავდათ ესე იგი ძალიან ბევრი სამხედრო პირი ყავდათ გვარში და ყავდათ 3 გენერალი ყავდათ 3 გენერალი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეები მაჭავარიანი დავით მიხეილისძე გენერალ-მაიორი იყო მაჭავარიანი სპირიდონ სიმონიძე გენერალ-მაიორი და მაჭავარიანი მიხეილ მერაბის ძე ესეც გენერალ-მაიორი იყო ამგვარად ეს გვარი არის ძალიან ცნობილი გვარია ძალიან კარგი გვარია და მინდა რომ მაჭავარიანმა იამაყონ თავიანთი წარმომავლობით. ეხლა მე მინდა დაგაცნოთ სოფლების მიხედვით იმერეთში არსებული სოფლებში, ესე იგი 17 სოფელში იყო განსახლებული ეს გვარი 3526 წული მაჭავარიანი ცხოვრობს დღეს საქართველოში. და განსახლება არის ესე იგი იმერეთში, ძირითადად იმერეთშია, ქართლში და არიან სამეგრელოშიც არიან 4 ოჯახია. სამეგრელოშიც მე პირადად ბებიაჩემის ბებია იყო მაჭავარიანის ქალი იყო და იყო სამეგრელოდან იყო. მე მინდა წარმოგიდგე, აი არგვეთში და უშუალოდ არგვეთში სამეფო აზნაურის სახელოს ფლობდნენ, გუბში იყვნენ სათავადო აზნაურები, დელიკაურში იყვნენ სასულიერო პირები, დუნთაში იყვნენ სამეფო აზნაურები, ვანში სათავადო აზნაურები,
ილემში სათავადო სამეფო აზნაურები, კიცში სამეფო აზნაურები, კლდეეთში სამეფო აზნაურები, ლაშეში სამეფო აზნაურები, ოფშაში სათავადო აზნაურები, რუფუჩი სამეფო აზნაურები და სათავადო აზნაურები, ქორეთში სამეფო აზნაურები, ქუთაისში თავადად ჩანან, ქუთაისში თავადებად ჩანდნენ, ჩიხაში სამეფო აზნაურები, ჭოროვლაში სამეფო აზნაურები და ხონში სასულიეროები და ეს ასევე სამეფო აზნაურები. ძალიან საინტერესოა რატომ მოხდა ასე. ხო, ესე იგი ერთი გვარი, აი შემდეგ გასაგებია რატომაც მოხდა, იმიტომ რომ რაღაც ის ჰქონდათ, რა ქვია, იმიტომ რომ როცა გვარი აზნაური ხარ და აზნაურს ფლობ, იქ უკვე აზნაურის წოდებიდან უკვე თითქმის გასული ხარ. შემდეგ აბაშიძეებთან მოვიდათ მათ დიდი კონფლიქტი და ამიტომ რაღაც ისინი დათმეს, რაღაც პოზიციები დათმეს, მაგრამ როგორც ჩანს, სიძლიერით და სიმამაცით, ანუ თავისი სიძლიერით, რა ეკონომიკური სიძლიერითაც და ეთყობა ისეც ერთმა გვარმა მაინც მიაღწია იმას, რომ ესე იგი თავადის ტიტული, იმიტომ რომ მე შემხვდა, ხო, გოგევნებით ორ ადგილზე შემხვდა და უბრალოდ ძალიან მაინტერესებს. და მინდა ჩავეძიო ამ ყველაფერს და მივაკლიო იმ საბუთს მივაკლიო, სადაც ესე იგი თავადებად არიან მოხსენებულები მაჭავარიანები. ეს იყო სულ ის, რაც მინდოდა მაჭავარიანებზე მეთქვა, არის ძალიან კაი გვარია და თუ დავუშვათ აინტერესებს მაჭავარიანებს, მე ვიცი რომ ესე იგი მე დამიკავშირდა ერთი პიროვნება დამიკავშირდა და მე მზათა ვარ რომ ესე იგი მაჭავარიანებს გაუწიო ესე იგი დახმარება თავიანთი გვარის უკეთ შესწავლაში. ჩვენი მიზანიც არ არის დავუშვათ ამ გადაცემებში ყველაფერი დეტალურად მოგიყვეთ თქვენი გვარის შესახებ, მინდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მნიშვნელოვანი რაღაც მოვლენები წარმოგიჩინოთ, რაც თითოეულ თქვენგანის გვარში იყო. და დანარჩენი შემდეგ უკვე დეტალებში ეს უკვე ცოტა სხვა თემაა და სხვა იმიტომ რომ დღეს ისეა არქივები და ის საძიებო ის დაწესებულებები სადაც ჩვენ ესე იგი ამ ცნობებს ვიღებთ, საკმაოდ გაძვირდა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ გამომდინარე ამას ახლა რასაც მე თქვენ ახლა გაწვდით და რაც შემიძლია მოგაწოდოთ ამაში რა თქმა უნდა მე თქვენ აზია ლაპარაკი ეს თქვენია. ახლა ლაპარაკობ თქვენია და თუ გაინტერესებთ გადმოგზავნით კიდეც, მაგრამ ძირეული რაღაცები თუ გაინტერესებთ, მას ესე იგი შესაბამისი რაღაც თანხები ჭირდება და ამიტომ თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ დავიკავშირდეთ. ჩემი ტელეფონი მითითებულია მან და შეგიძლიათ თუ გაინტერესებთ, კი ბატონო, მე მზათა ვარ მოგემსახუროთ ყველანაირად ჩვენი გერბით შეგვიძლია თუ გქონდათ გერბი, მოგიძიოთ ეს გერბი და თუ არ გაქვთ გერბი, შეგვიძლია კომპეტენტური პირების დახმარებით და ჰერალდიკური კანონმდებლობის კანონიკის არ დარღვევით შეგიქმნათ გერბი, რასაც ნამდვილად გერბი ქვია და არა ის, რაც დღეს ხდება, რასაც დღეს ვაწყდებით ინტერნეტში და რაღაც საშინელებებს აკეთებენ გერბის სახელით. მეორე გვარი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის მახვილაძეების გვარი, ამასაც მოკლედ მოგახსენეთ, მახვილაძეებიც აზნაურები იყვნენ ქართლში, აზნაური გვარი აქვს ქართლში 1755 წელს საჩივრის ნუსხაში მოიხსენება ზალა მახვილაძე იასაულია, რამაზიშვილმა ლუარსაბან მაჭავარიანს აბერს 11 მატჩილი უჩივლა. ამის იასაულის ზალა მახვილაძე იყო. მახვილაძე შეტანილი არიან რუსეთის იმპერიის ხავერდოვან წიგნში. ამირეჯიბების აზნაურები იყვნენ იონა ბატონიშვილს. ციტირებას მოვახდენ ისევ იონა ბატონიშვილს, როგორ აქვს მოხსენებული ეს გვარი. ამათ წინაპარი იყვნენ მონათესავენი ამირეჯიბთა და ესახნენ ჯავახეთის კერძო თისა, მახვილად წოდებულსა, რომლისა გამო გაუგვადათ ესე სახელი მახვილეობა და დროსა ერეკლე მეფისასა წელს 1621-სა. ცედან სოფელს მოვიდნენ და დაეშდნენ სურამის კერძოდ მუნიდან გაუგვარდათ გვარი მისი სახელისა გამო და არიან მოხსენებული ტრაქტატსა შინა, ხოლო რამოდენიმე ამათი გვარი ცხოვრობენ რუსიასა და შინა და სხვა ქართლსა.
ეს არის ისევ იმას ვიმეორებ, ესე იგი შეიძლება არ გამოდგეს რაღაც წყაროთ, მაგრამ წყაროთ გამოდგეს, მაგრამ როგორც რაღაც თან აქვია მაგას აქედან არ შეიძლება რაღაც დასმა გამოიტანო იონა ბატონიშვილის შრომებიდან, რომ შეიძლება წყაროთ გამოიყენო, რომ ესე იგი ამ დასახელებული ყავს როგორც აზნაურად ან თავადად ან რომელიღაც წოდების ეს გვარიც მინდა გითხრათ, რომ ესე იგი რამოდენიმე 8 ღვთისმსახური ყავდათ გვარში სხვადასხვა დროს, ესე იგი იყვნენ აი მახვილაძე ბესარიონ მათეზზე მღვდელი 1950 წელს ახმეტაში, დიმიტრი მათეზზე მახვილაძე 1950 წლში იყო მღვდელი, მახვილაძე მიხეელი იყო პრიჩეტნიკი იყო 1950 წელს ახმეტაში, ესეც მახვილაძე გიორგი სვიმონიშზე იყო, ესე იგი ვარიანში, მახვილაძე იოანე იოსებისზე იყო მღვდელი ხაშურის რაიონის სოფელ აძვიში, მახვილაძე სვიმონი მღვდელი იყო საქაშეთში, გორის რაიონში და მახვილაძე ანდრია კონდოლში იყო, ესე იგი კვირაცხოვლის ეკლესიაში, თელავის მაზრაში 1820 წელს. ამ გვარიდან, ესე იგი ძალიან ცნობილი სამხედრო პირები გამოვიდნენ, ძირითადად, ესე იგი პოლკოვნიკი, მე რაც თქვენ წავაცვლით, ეს არის ორი ადამიანი არის მახვილაძე სიმონი და მახვილაძე კონსტანტინე, რომელიც ერთი იყო პოდპოლკოვნიკი სოლომონი და სიმონი კონსტანტინე იყო პოლკოვნიკი, რომლებიც თითქმის ყველა ორდენით იყვნენ დაჯილდოვებული, რაც კი ესე იგი მაშინ რუსეთის იმპერიაში არსებობდა. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ეს ორი გვარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ თითოეულ ჩვენგანისთვის და მთლიან საქართველოს ისტორიისათვის. და მე მინდა მომავალ გადაცემაში განვავრცო ეს ყველაფერი, იმედია მარტო არ მომიწევს ამ გადაცემის წაყვანა და ბატონი ვალერი შეუმიერთდება. ამავე დროს მე მინდა ესე იგი გაცნობოთ, რომ შუალედური გადაცემები გვექნება კიდე, ანუ ესე იგი კვირის შუა რიცხვებში გვექნება, მაგრამ ეს გვარებზე არ იქნება ეს გადაცემა, ეს იქნება ისტორიაზე, იქნება საქართველოს ისტორიაზე, მოვიწევთ სხვადასხვა სპეციალისტებს მოვიწევთ, რომლებიც გაგაცნობენ ესე იგი საქართველოს ისტორიის მოკლე რაღაც იმას აქვე მონაკვეთებს და მინდა რომ უფრო საინტერესო გავხადო ეს გადაცემები საერთოდ და მინდა რომ ადამიანებს გაუღვიო ის სიყვარული პირველ რიგში სიამაყის ზნობა მინდა გაგიღვიოთ თითოეულ თქვენგანს. იმიტომ რომ ეს არის უნიშნულოვანესია. უნდა გიამაყებოდეს პირველად რომ ხარ ქართველი ხარ შენ და უნდა გიამაყებოდეს შენი ისტორია, უნდა გიამაყებოდეს შენი წარსული, უნდა გიამაყებოდეს და ამაზე დაფუძნებული უნდა გქონდეს, უნდა დააფუძნო მე შემდეგ შენი მომავალი და შენი აწყვო არაფერი არ არის თუ არა გარდამავალია მომავალსა და წარსულს შორის. აწყვო ფაქტურად არ არსებობს, აწყვო არის და უკვე ეს სიტყვები რაც ახლა თქვი უკვე წარსულს ჩაბარდა. ამიტომ წარსულიდან მომავლისკენ აი ეს გადასვლა ისტორიის გარეშე არ შეიძლება, არაფერ არ შეიძლება და ისტორიის ცოდნა უნდა გიყვარდეს და უნდა გიყვარდეს შენი ისტორია, უნდა გიამაყებოდეს. აი სიამაყე როცა გექნება შენი თავის სიამაყე რო გექნება, შენი ქვეყნის გიამაყება, შენი ქვეყანა, შენ არასოდეს არ დაუშვებ იმას, რომ მომავალში ისეთი ქმედება ჩაიდინო, რომელიც შენ უკვე გავნებს და გაზიანებს. იმიტომ რომ ის მომავალის სულ ცოტა ხანში წარსული გახდება და მომავალმა უნდა იამაყო შენი ხვალინდელი მომავალის დღით. აქედან არის გამპირობებული ჩვენი გადაცემები და ამიტომ ბრაზდები ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი მომივატელი გამომიხდება ხანდახან 1000 ერთხელ და რაღაც სისულელებს მეუბნება. აღარ მინდა გავიმეორო ის ყველაფერი, მინდა გისურვოთ ყველაფერი კარგი, ორ დღეში მოდის ძველი ახალი წელი და მინდა მოგილოცოთ დამდეგი ძველი ახალი წელი და გისურვოთ ყველაფერი კარგი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია როგორც ერსა
საჩავ დღეს მოვსწრები ვართ მაგრამ მე